მოგესალმებით მეგობრებო, ისევ და ისევ დეითობანა, ვიმყოფებით -1 ბარში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ამ დაწესებულებას. რა ვიცი, ვინც რამეს მიირთმევთ, გემრიელად მიირთვით და ასე შემდეგ. კიდევ მონაწილეებთან დაკავშირებით, ვისაც სურვილი და ნება გექნებათ მონაწილეობის, შეგიძლიათ მომწეროთ ჩემს Instagram-ზე. დღევანდელი ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი და ნინა. როგორ ახართ? დადებითად განწყობილი. განწყობილი. მარტო განწყობილი. ნახოთ. ბოლოს შეაფასებს. ოკეი. მე ძალიან ლამაზია. მადლობა. შენ ალბათ. მე უნდა მადლობა. შენ რო შეგოხვედრე და მამას უშემშობლოს ვენასვალე. რა კაი. კალამი ქონდა თუ? კაია, ეგრევე დავიწყეთ. შენიერ. მომიწევით ვინ ხართ, რა შვებით, რა საქმეოთ? ირაკლი შენ დაიწყე. მოცეკვავე, ქორეოგრაფი, ირაკლი 29 წლის. მოცეკვავე, რა სეკო? სამრეჟისორო სპორტული საკვები. სამ ბაჩატ ჯარუმო პასტობი ჯაევი ვალსი ტანგო, კიდე სამი. ბაჩატა? ბაჩატა არის ჩვენი ბიძაშვილი საკვები. ბაჩატა არ ქონია. მაინდა-მაინც ბაჩატაში რატო ჩაეძლია? არ ვიცი. მეთქი რაღაც ნაკლი უპოვო. ბაჩატას წაგიყვო თუ? არა, იყოს მადლობა. რამდენი წელია რაც ხარ ქორეოგრაფი? ქორეოგრაფი ვარ 18 წლიდან, ანუ 11 წელია და ცეკვა 4-დან, ანუ 25 წელია. ოკეი. კაი. ცეკვის გარეშე, ანუ რამე მეორე ხარისხოვანი საქმე ხო არ გაქვს აი რაშიც მაგალითად სხვა დროს ხარჯავა. განვითარება, სწავლა, მარკეტინგის, AI მიყვარს. AI გიყვარს? ChatGPT შეგიყვარდა? Gemini-ც, რამდენიმე. კაი. და ნუ რაღაცებს სწავლობ. ვცდილობ. მაგ მიმართულებით, ანუ მარკეტინგი. ისეთ მიმართულებით, რაც მე დამჭირდება ცხოვრებაში. ნუ ნახოთ. ოკეი. კეთილი გასაგებია. ნინა? მე ვარ 23 წლის, მარადმწვანე სტუდენტი. კი ბატონო, ვმუშაობ ამ ეტაპზე მხოლოდ, მეც არაფერს არ ვაკეთებ. სად მუშაობ? ოქტოპოში. ოქტოპოში დავდივარ მეც. რომელ ოქტოპოში? მზიურში. შესაძლოა. რამიშვილზე გადმოდი მაშინ. რამიშვილზე ვიყავ. კიდე მოდი. ვატიშებს ადამიანები. ანუ პერსონალური მწვრთნელი ხარ? არა, არ ვარ მწვრთნელი, ადმინისტრატორი ვარ. ადმინისტრატორი ხარ. ოქტოპუსის ადმინისტრატორი ხარ. ოქტოპუსის ადმინისტრატორი. ყურადღებითი. მაგრამ მადლობა მწვრთნელი რომ გეგონა. ნუ, გარდა მაგ საქმიანობისა, რაღაც ისეთ გატაცება თუ გაქვს რაღაც? კი, ვხატავ. ფოტოების გადაღება მიყვარს და დამუშავება ასევე და რა ვიცი, ჩემ მეგობრებთან ერთად ნებისმიერ ადგილას წასვლა. ფოტოგრაფის ხარ? არა. ანუ უბრალოდ სამოყვარულო დონეზე, კი. ოკეი. შვენიერ, პირველი შთაბეჭდილება რა გაქვს ერთმანეთზე? ლამაზ გოგონა, გამორთულად ლაპარაკობს. კაია. ასწორებს. Approved. ოკეი, კაი, შენ რას პირდაპირ? არ ვიცი, დადებითად ვარ ისევ განწყობილი, მაგრამ თავიდანვე ვიცანი. მაგრამ ყურადღებით იყავი. მაგრამ დაგაკვირდები. ოკეი, კაი, შვენიერ. მომიწევით თქვენი dating ამბების შესახებ, ანუ რამდენ ხშირად დადიხართ პაემნებზე, როდის იყავით ბოლოს და ასე შემდეგ. მაგას მე მithმობ? გადმოასრულე. ოკეი, ბოლოს პაემაზე ვიყავი. ამ ორ შაბათს. ამ ორ შაბათს? ამ ორ შაბათს. აბა ვისთან? აი გელოს ბიჭ არ იცნობთ. ხო, მაგრამ წარუმატებელი იყო, მაგრამ ისე. სად გაიცანით ერთმანეთი? Instagram-ის მეშვეობით მე მივწერე, იმიტომ რომ შენ მიწერე? კი, მე მივწერე. ვა, ოპა, წამოდგა ირაკლი. ვა! თავი გოგოები მოგწონს? ოკეი. მე მივწერე, იმიტომ რომ უბრალოდ ჩემს თორებს ნახულობდა და რაღაც სტორის ნახველებში ვნახე. ოე, უყურებ. დალაიქე. არა, უბრალოდ search bar-ის იქით შეგიძლია ნახო ჩემი სტორები თქო. აღარ იწვალო თქო რა. გავუმარტივე ცხოვრება, კი. და მე ის რო ქვია. სიმარტივე. იმა რა მოგწერა? იმა რა მომწერა? კარგი გოგო ხარო. ოკეი. წამოდავლიოთ. ბაზარიერა. რა მოხდა მაგ? დავლიოთ. წამოდავლიოდზე.
ჯერ მთვრალბუში ვიყავით, მერე ციხში, მთვრალბუში. თვალბუში. ოკეი. კი, თვითონ მთვრალბუში. კარგი იყო, სხვათა შორის ცუდად ვერ შევაფასებდი. კი. შემდეგ რატო არ გაგრძელდა? შემდეგ რატო არ გაგრძელდა? არ ვიცი, ალბათ სახელი რო გამოვიწყდა ადამიანის მაგიტო. მეთქი დევნილი აღმოჩნდა. მესამე ნახვაზე სახელი დამავიწყდა და მიხვდა რომ დამავიწყდა სახელი. ოკეი. შენი მახსოვს ირაკლი გქვია. შენ მოგვიყევი აბა ბოლოს როდის იყავი პაემანზე? თვენახევრის წინ დაახლოებით. თვენახევრის წინ. ვისთან სად გაიცანია ადამიანი, როგორ გავითარდა? და დაფოლოვებული რამდენიმე წელი. აჰა. და პერიოდულად ვალაიქებდი. ოკეი. შენ ვერ იქნებოდი. მე ვერ ვიქნებოდი. და რაღაცა უბრალოდ ვალაიქებდი? ხო. და ის ცეცხლები. ცეცხლები. სტრატეგია ის არის. და ნუ მე მომწერა. ნებულაიზერი გვინდა რომ ეს დაივიწყე. არა ცეცხლები ცუდია? ცეცხლები გაჩნია რაში თორე ხა ინსტაგრამზე ცეცხლები კარგი არ არის. უი. საერთოდ ანუ რატო იყენებს იცი ანუ ახალი დამატებული იყო ცეცხლი. რა მაგარი რაღაცა. მოდი ყველას გავუგზავნე. ხოდა ნუ ვისაუბრეთ, მოვაპარაკეთ. ანუ ერთ-ერთი ცეცხლზე გიპასუხა თუ დაგულა. დაგულვაზე გიპასუხა? ცეცხლზე დაგულა. ეგ ცეცხლი დაგულა. იყო მთლიანი ლაპარაკი, ცეცხლი რო დაგულა. მან მივხვდი რომ წავედით. სად წახვედით? წავდავლით. კარადაში იდგა. იმის კარადაში და წავედით. საერთოდ ხოდა მიგულე. ოკეი, კაი, როგორ გავითარდა ეგ შეხვედრა პაიმანი? კაიო. კაიო. გასწორა, კაიო. კაიო. ოკეი, შემდეგ შეიძლება ვიკითხო? ბატონო? რატო არ განვითარდა შეიძლება ვიკითხო? სხვა პროფილის მაყურებელს უთხრათ თქვენი ისტორია რატო არ განვითარდა? ახლა იმედად ვცხოვრები, სადაც სერიოზული ურთიერთობა არ მინდა საბუთი. 29 წლის არის. ხო, მაგრამ ეს არ ნიშნავს დავიწყდა რამდენი იყო. ხო. მე მგონი არ საქმე სიტყვები. არა? უფრო მეტი სექსუალურია. ხო, მე მგონი ის აქ წაჭერილი, რომ აი პატარა გოგოებს წაჭერილი აქ. დიდი ბიჭები მოსწონს და იტყუება ასაკ. ანუ ნაკლებიც ვარ. რარი? ანუ ნაკლებიც ვარ. არა. მაშინ რატო დაგავიწყდა საკუთარი ასაკი? ვერ დამოვიწყდა. ანუ იმდენად ლამაზი ვარ, მაგის განათლება არა გაქვთ. არა, ისეთი ანუ ეხლა არ მინდა რა სერიოზული ურთიერთობა და შენ მიაწექი იმას რომ უკვე ბებერი ხარო და ვიდეო. რა სიძახი 30 წლიდან იწყება ყველაფერი მართლა ნამდვილად. ერთ თვეში. აბა, გავაწეიო. დამილები ერთი. მედი. ხუნკენი. კაი, შეგვიძლია გავაგრძელოთ? მეც ჯერ. მესა მომიჭირა. ის მოჭერილი ისე. შო. ეგ წაჭერილი იყო. ეგ წაჭერილი იყო ხო. როგორი მახსოვრი. კაი, მომიჭრებით თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე უცნაური, ცუდი, უიღბლო დეითი. ამასაც მე მithმობ? მოჯერანს. ეს გავაკეთე რა პირველი. კაი. ჯერანი. დაგიჭერ. ზოგადად არ ვარ ხოლმე დამჯერი, მაგრამ ოკეი. მიყვარს დომინირება და მაგიტომ. კარგი, ჩემთვის ყველაზე ცუდი დეითი რა იყო? იგრიელი. და აწი კიდევ დამიჯერებ. არა. ეს ერთი და სხვა მრავალი არა. ეს ერთი და სხვა მრავალი არა. არ მახსოვს ესე ცუდი დეითი, ანუ ყველა დეითისგან რაღაცას ვსწავლობ ალბათ, იმიტომ რომ მიყვარს ზოგადად ადამიანების გაცნობა. მაგრამ ეხა პირველის რაც მახსენდება, იყო ჩემ პირველ დეითზე, სულ პირველ დეითზე 15-16 წელს ვიყავი. ბიჭი მოვიდა გოგოსთან ერთად და ისე ვნახე.
ბიჭი მოვიდა გოგოსთან ერთად. კი. ვინ არის? და გვემატე რა. ჩაშლა აქ რა ამ ყველაფერს. ანუ მეტროსთან ველოდებოდი ჯერმე. აქ უკვე ერთი არაპუნქტუალურობა შეიმჩნევა. ოკეი. გამოვიდა და წერდი ამას კი, ყველაფერს, ვიცოდი, კი. არაპუნქტუალურობა. გოგოსთან ერთად მოვიდა. და თან ამ გოგო მეტრომანით გამოვატარა მეტროში და იმიტომ მოვიდა გოგოსთან ერთად. ანუ უბრალოდ გაატარა და მაგიტო. მაგრამ მოდი ახლა პატივი იქცე და კაგას მოაგერა. არა, პირიქით გაინგეშან. გოგომ გაატარა ის ბიჭი, ვისაც მე შევხვდი. გოგომ გაატარა. ანუ მეტრომანით ხო? რატო გავიგე არასდროს? მე მეგონა პირიქით გაიგერო, ბიჭმა გაატარა გოგო. მოდი თავი დამოყევება. ანუ გოგომ გაატარა და იმან უთხრა რომ ბიჭმა უთხრა რომ მოდი ახლა პატივი იქცეო. ხო, მოდი ახლა პატივი იქცე და ეს ვერ გაგიშვებ. ახლა ერთ პატარა პლუჭი რო დამიძახე, მე რაღაც უნდა მოგცე მე. არა, იმის ნაცნობი იყო ისედაც, მაგრამ მე რა, ანუ რაში საჭიროებდა ის რომ მე გამეცნო, ეგ არ ვიცი. და მე მასთან ერთად წავიდა თუ? არა, ჩვენთან ერთად წავიდა. აი ის დატოვა უბრალოდ. ის დატოვა კი, დავტოვეთ. აა. მე კი მომეწონა ის გოგო და წამოწამოთ. ღემდა ხوار გელოდებათ იქ. არა. ახლა მოვლენ მოიცა. ოკეი, მე ანუ მე რო წახვედით, მე რა ხდებოდა? მე რა ხდებოდა? მე იყო გრძელვადიანი ურთიერთობა. მართლა? კი, ცუდად დაწყებული, მაგრამ რა ვიცი, ესე მოხდა რომ რამდენი ხანი იყავთ? წლები. 5 პლუს. ვაუ. ალბათ ეგრეთ ცუდად უნდა დაიწყო, არ ვიცი. საინტერესო. არა ორდინალურად. ანუ მაგ მომენტში იფიქრე რომ მაგ მომენტში ვიფიქრე რომ ის იყო და მე კი. დაცალობა უთხოვია 5 წლის მანძილში. არა, არც უნდა ითხოვა. არა, რა თქმა უნდა რომ არა. არ გინოდა? არა. აბა რატო? არ ვიცი, უბრალოდ ესე შევყევით ერთმანეთს. ეს რას ნიშნავს? რატო იყავით ერთად? ანუ აი რატო ვაიდა მოიც? ხო, ამიტომ. აი უკვე უგებთ ერთად. მე მგონია რომ გოგონა 4-5 წლის მერე უკვე ფიქრობს იმაზე რომ აი მოდი სტენკა დავდგა. არ ვიცი, სტერეოტიპულად ნუ ვიფიქრებთ. მაგრამ პატარა ციყარი ალბათ ხო? მე პატარა სტენკა დავდგა. პატარა ოკეი. შენ მოგვიყევდი რა? 19-ის ვარ. ну, всё, 24-ის ვარ ხო? მაშინ. მიქრის და რატომღაც ესე მიქრის. მიქრის. თავში გიქრის. ხო. всё. და ის არის რატომღაც ესე სტერეოტიპი არიან, რაღაც ესე მგონია მე რომ რაღაც კაცი მინდა. ანუ კაცი უნდა გადაწყვიტოს და რაღაცები რა. ხო და ერთი გოგონა ვნახე. უბრალოდ ოჯახის თავი გინდა ხო? ხო? გეტყვი. აცა ერთი გოგონა იყო ჩემზე დიდი რა 23 22 რაღაცა დიდი გოგო იყო და ამასთან ის რაღაცა ვიკაცე თუ რაღაცა და ვაკოცე რა და ისიც გამომყვა და ნუ მოკლედ რა როგორ აკაც სტაროვაც კაიყო და რაღაც ანუ ეგრევე ანუ ხო რა რაღაცა მივედი რა პირველად ნახე ადამიანი და მაგრამ აი მომენტი რო იყო გამოვიყო რა კოსტის და სახელი ხალა ეს ჩამჩა რო ანუ ეს უნდა ქნა რა ეს არის იგი უნდა იყოს სახელი ირინე აი ბოდიში ხა ეს მაქრა თავში რო ესე იმუშავა ფაქტია რომ კაიყო აიყო შენ ხოდა ერთი გოგონა არის ნახე მოკლედ რაღაც მანქანით გავუარე რაღაც გავისეირნო თუ რაღაც აი მის მერე წახვედი მოდი შემდეგი ხო არა სხვა ხო რა სხვა გოგონა გოგონა 33 წლის არა ის ოფერ კარგად იყო მადლობა მას და ყველას რა წარმატებები ოჯახში კარგად იყავით სოშვედი საქმე მარი და და ნუ ერთი კაი გოგონა იყო სხვა ხოდა ამას არა გავუარე რაღაცა და ასე გავჩერდი და გადავწყვიტე რომ აი ეხლა უნდა ვაკოცო ამას. ხა და ნუ გავხედე და მეცი. აკოცე. მეცი. ან პირველად ნახე მართლა ეგ ადამიანი და არა რაღაც პუნქტში ვიცნობდი ისავით ეგრე პირველად არა, მაგრამ ნუ ისე ახსოვს ხოლმე თავს ხო? ისე ახსოვს არ ვიყავით რომ ეგ მექნა რა. სანამ ეცემოდი დარწმუნებული იყავი რომ იმასაც უნდა და
არ ვიფიქრია. უნდა არ უნდა ეს. ბანერით იდგა და მაკოცე. ნუ და აი ეს გამომხედა რომ ანუ გინება აქ შეიძლება? ახლა. ამ წელს. მიდი. ანუ alle ხوار ხარ აი გამომხედა. არა შეიძლება მიდი თავიდან. რაო? და მეთქი მართლაც რა ასაკეთებ და აი სიჩუმეში მივიყვან სახში იმის მე არ ვნახავს. Sorry, I cannot understand. I cannot see. და და ვფიქრი რომ ხო არა ესე არ გამოვა. აი ეს მე ეგრე არ მიქნია. ანუ ეგ გითხრა და всё. მე თერაპევტ ვთქოს. არაფერი. ეგ გითხრა თუ გაგრძნობინა? გითხრა. გითხრა. ესე გაგზნობინა, როგორ აი ეგ? რა ვიცი, დახედა და ეს ხო არ ხარო. დამხედა, მითხრა. დააბურდღა. ოკეი, აი, საინტერესო, ანუ რატო გქონდა ეგ შეგზნება, რომ აი, უნდა ვეცე. უბრალოდ აგზნებული იყავით მაგ დროს თუ იცი ალბათ. მოგხსნებათ. ლექციაზე გადავედით. აჭერილი ქონდა და აუშვა. აი, არა, რაღაცა მაგ ასაკში კაცობა გონია სხვა რაღაცები. მე მოუშვა. ეხლა რა გონია? ეხლა არის. აქ არავინ. მაინტერესებს თქვენი ტაიპი როგორია? თუ გაქვთ? ვიზუალურად გულისხმობ? ხო. იქ მე რეგის შოვლები და ამბები და ტაიპი ესე არ მაქვს კონკრეტული, მაგრამ როდის გექნება? შეხვედრილებს 29 წელს რომ გავხდები. ჩემ შეხვედრილებს თუ გადავხედავთ, არიან მელოტები და შაუბრუნები. საყურე არ უკეთიათ. ხო, შაუბრუნები ხარ ის? და არც ის ფერს. არ არის, შო დაიბლოკა. მაგრამ ტაიპი მართლა არ მაქვს. ჩემთვის მანერულობაა მთავარი და ეგ ასიმპათიურებს კაცს. რა ვიცი, მიხვრა, მოხვრა, საქციელი. ნებისმიერ ამე ლაპარაკი ხმა ხმის თემბრი. და არა. სიტყვებს არ აქვს მნიშვნელობა მთავარი საქციელი. კი, ნამდვილად. ქმედება. ქმედება. მშვენიერი. შენ რო სიტყვებიც და ქმედებაც, ალბათ. როცა ეთანხმება რა თქმა უნდა. კი. ეგ განზოგადებული ნათქვამი. არა, თუ ანუ გატყუებს, მაგას არ გულისხმობ რა, თუ ამბობს და თანაკეთ. ქალები ვზეთქ რა. კი, ქალები. განზოგადებულია. და ეს რო დადრაც. ანუ შენ გაქვს ტაიპი რამე ესეთი? მეხუთე ელემენტი ლილუ. ანუ წითურები მოგწონს? ხომ არ ეგ არის. იდეაში ანუ მივხვდი რომ ყველა ბევრი გაჩერდი. კომოზე რა იყო? მე წითურები მოგწონს? წითურებიც მომწონს. მადლობა რა. არა, მაგაზე არ არის. მაგას მივხვდი რომ აუქნა. არის მაგრამ კომფორტულად იყო, ჩემ ხუმრობაზე უნდა იცნებოდეს. თორე ნუ აბა ეგრე. კარგი უმორი გაქვს? აბა ეგრე. კარგი უმორი გაქვს, რომ იცნებოდეს. ვცდილობთ. მაგრამ ჯგუფი მყავს სცენარისტები ჯგუფი ყავს და უწერენ ხუმრობებს და კაი ახლა ტუალეტიდან რო გამოვა, რა ვთქვა. მაინტერესებს თქვენი red flag-ები, green flag-ები და იგენი. იცი როგორი არ მომწონს ვიღაცის საჩვენებლად რომ რაღაცას აკეთებენ. ახსნი. გულისხმობ იმას რომ ვიღაცა ან სიმპათიური მხოლოდ ფულიანი ესეთი გვერდში ყავს ესეთი ბიჭი რომ აი გოგოებმა თქვან რომ უბრალოდ აი ბიჭი ყავს. ხოხტე ანუ აი ხო აი ეს არ მომწონს. რა წესთან გიწევ შეხება? საკმოძრაობს რა. არიან ყველნაირი ადამიანები ასე. ოკეი, ეგ ასე ხო. უფრო ის რომ ან გქონია გამოცდილება? კი. კი. არა მე ფულიანი არ ვარ და. არა, იმათ ფიქრობს ჯერაც რომ ეგრე არ არის, მაგრამ ნუ მე რაღაცა ხვდები რომ ეგრეა. ოკეი. კაი. ალბათ ყველაზე დიდი ეს არის. დანარჩენი კეთილი. red flag-ი? არა, ბოროტი მაშინ. აი ესეთი რა. ნაღმზეად კი ნაღამ დააბიჯა. არა. ისეთი რა, რომ ხარია სხვისი წარუმატებლობა. წარმატება ალბათ. არა, წარუმატებლობა რომ ხარია. ხო, red flag-ი ხო. თანაირად თქვენ. თუ გინდათ მარტო დაგტოვებს.
გაერკვეს და მე მოვა. ოკეი, ვაუ. ხო რა, მაგრამ ხო, ალბათ ეგ და არა ინტერესებს. ოკეი, ანუ სხვა ეგეთი დიდი რედფლაგი არის. ადამიანური რაღაცები ცუდი ყველა საქმე, მაგრამ ნუ რაღაც ძალიან ისე ნუ იქნება. ოკეი. შენ? ჩემი რედფლაგი არის აბა გამოუშვი. სიტყვების სხვას რო ამბობს და საქციელი სხვას. საქციელზე ვარ, რა, კიდე საქციელზე ვარ. ჩამოუყალიბებელი რო არის, ანუ შეიძლება 23, 25, 27 წლის სასაკში ჩამოყალიბებული ბევრ რამეში არ იყო, მაგრამ რა გინდა და როგორ გინდა, უნდა იცოდე. ნებისმიერი რამე მიმღებლობითია, თუ შენ ამას კარგად გადმოსცემ. აი რაღაც ჩვევებში არ გაქვთ რაღაც რედფლაგი? აი დაუშვათ. ანუ დისკომფორტს ნუ ვიგრძნობ და დანარჩენი ახლა მიმღებლობა ბევრი რამის მაქვს. თავარია ერთმანეთში კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს. აი მაგალითად დაბალყელიან ნასკიაცვია სულ. ან არაცვია. ვიზუალს თუ გულისხმობ, ჩემი რედფლაგი არის, როცა დასრული ფეხსაცმელი აცვია. დასრული ფეხსაცმელი. დასრული. აი ერთი პერიოდი რო იყო კონვერსები ძალიან. დასრული. მოკლედ სიტუაცია არის შემდეგი, რაღაც მოლში ხართ. ნინა არჩევს რაღაც კაბებს რა. და ვერ შეარჩია. ძალიან ლამაზად არის. ხო და შენ შედიხარ, ეუბნები რომ ის რა ქვია, ხო არ დაგეხმარო თქო. და აქვე გინდა რომ დაპატიჟო ბაიას. იცი, ეს კაბა როგორია, იცი, აი რაღაცა მეაუ. რაღაცა ღრ. არ მოყვარს კატები, სხვას რა შემოთავაზებდი. ის მიწერი, არა. მაგიტომ მკითხე, შენი საყვარელი ცხოველია, ხო? მე ჩემი აგერ მიწერია მაგას მომავთო მე არაფერს მაშანა მაპატიები. ამას გეტყვი კიდე და წავა. ძალიან გათეთრდით და რამე კაპლი ხო არ გინდათ რავი. შემოგაშველოთ. გიწერია. არა, უბრალოდ გეუბნები. აპარაკობთ უბრალოდ. თეთრი ვიშედაც ვარ კაცო, იმიტომ რომ დაბოლილი პრიბორი გამოვიყენე. წერა აი. ბავშვები დარბოდნენ და მეთქი ნუ არ ვიღარ აი. და დავკარგე და რაო. რა ის პრიბორიო რა. დაბოლილი პრიბორი დავკარგე და მომე. მე მოგცემ არც. არზე. კაპნეო. ხო. აი მაშინ 2000 უყურებ თვალებს. ის ვიქნები რა ქვია. მე ვაიმე. უნდა დაპატიჟო პაიმანზე რა. თორე. მაგრამ კაბაზე აბრატოვოთ თუ პაიმანზე. ხო და პაიმანს იქვე გინდა რომ დაპატიჟო პაიმანზე. წამო. საათ პატიჟებ რო ის. გამარჯობა თქვი რა ქვია თუ ლამასო. ლამასო. მასო. აი სხვა რაღაც რო ვითამაშო. მეაუ. გრ. კე? აკეო. მე ფრანგული არის. მითხარი კაბაზე რამე და აყვები მეც. ძალიან ლამაზად გამოიყურები ამ კაბაში, მაგრამ მაგის garaშიც არ გაწყენდა. ესე იგი ჩემი კაბა მოგეწონა, ხო? შენი სხეული. აჰა, კარგი, მაშინ კარდიო ხარ გაგვეკეთებინა ნავზე. ან ბუშმალოთა არ გვეჭამა. ერთად. ზუსტი მადლობას. რა შენ დაწერე ეს. რადგან ეს ჭამოც. მე ახლა ვერ ვაზრობ. იქ მაგილაგი უკან. თუ გინდა გადავწირდე. რა ქონდა შენ პირობა, მოიცო, მე წავიკითხავ თუ არა შენ ვეღარ წაიკითხავ ვერაფერს. 1-2 დღე. საუბრის დროს აკეთებ ცხოველების ხმების იმიტაციას. მიაუ იყო მაქსიმუმი, ხო? გრ. ასეც იყო და აუგში. რა იყო? კაფ. ეგ როდის იყო? აი ეგ არ იყო ახლა. არ ყოფილა, ნამდვილად არ ყოფილა, თორე დავიმახსოვრებდი. კაი, სიტყვები იყო დაბოლილი პრიბორი მომე. ნინას ჰქონდა, ესე იგი, ბუშმალა, კარდიო, ნავი, სამივე გამოიყენე? კი. და უნდა აკოცო შუბლზე. შესრულებულია ჩემს მიერ.
კი ბატონო. ურთიერთობებს გაუმარჯოს. ანუ კალაჟური იქნება. ბაგასური და რაღაცა. არა, კალაჟურ მე მგონი გადაეტვირთა მართლა. ისეთ წრფელ გზნობებს მოდი ესე იყოს. მიდი აბა არ დამასწრებო. შენ არა. მეორე მართლა მოიკიდა, ანუ. ანუ არსო, ზოგადად. არსო. შენი აზრით ნინას რა ასაკში ქონდა პირველი კოცნა? ბიჭთან თუ ის დასწავლებელი კოცნა? რა ხდება? ანუ შესასწავლებელი კოცნებით მოგონია. არა, კი, მართლა სიძახის და რომელი გაინტერესებს? ბიჭთან. არა სასწავლებელი. ხო, ბიჭთან. სრული პასუხი უნდა გასცა. ნინას პირველი კოცნა ქონდა ამა და ამ ასაკში. ხო. სრულყოფილად. ასე ხარა გააკეთა. ფორსარის პონტი გააკეთა. ის რომ მიდის ასე რომ უყურებს და პრობლემა და პროს დახაზული რო იყოს რა. 1 2 3 ოკეი, 16 წლის 15. ნუ კი ბატონო დაახლოებით. ენტი რიცხვები და ციფრები მიყვარს მე. უწები არა. ცოცხლის ვარ მეც. ოკეი. 69. შეინტერესია. რა დგინდა? შენი აზრით კვირაში რამდენჯერ იწვის ზეწარ სირაკი? დეტალი არა? შევიდა რომ გაწევს ხოლმე რა. ის ხო? ძინავს და ხო. ხოსრა დავხსენი. იდეალური ის იყო. ჯაკ მარტო ცხოვრობ თუ არა? არა. არა. და მაგიტო ხოდი ესე იყოს. ისთან ხო? ჩემთან ცხოვრობენ. 73 წელს ქალთან. შენთან ხო? რომელიც უკვე 53 ჩემთან ცხოვრობენ. ოკეი. 7 ჯუჯა. არა, ბებია ჩემ. ერთი ჯუჯა. აუ. ბებო? უყარხარ? ლავ. 1 2 3 აი ესე. ის 1 და 1 სამჯერ? სამჯერ? ხო. ანუ იდეაში ფილოლოგიის მასწავლებელი ვინ ყავდა, მინდა რომ გავიცნო. ანუ იდეაში ის ისე იცვლიან მე არ ვიცი რამდენჯერ მე ჩემი ვარაუდია. შეიძლება საერთოდ ზუსტად ეგ. ალბათ შეიძლება არც ერთხელ არ ვიცი. ფერები ისლება ხოლმე ვერ გავიგე. ხო, ეს არის მართლა. აი, ოკეი. ყველას. მადლობა ბებოს, რომ თვეში ერთხელ მაინც უცვლი. თვეში იყო ეს? კაი, რომელიც ხოლოს შეადარებდი შენს მეწყვილეს. და აქ თქვენი ვარიანტი უნდა დაწეროთ რა. აბა, მიავარ დაწერო თორე. რაღაცას გესწრი. ანუ ანტერაც არ დაწერო. ეგ ვარ. აიც დამიწერა ჩემი. მოადრიალია. მეო. ვინო? ლემური მოგსკი. ლემური მიგოსებკი. რამდენი ადამიანზე გქონია სექსუალური ფანტაზია? შენ. გოგოებიც იცლება. ყველაფერი. დუშის ისიც შეითვლება. ყურმელი. 900. არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. დაახლოებით. უსასრულობა დახარდა. მოადრიალ. ცხრა ის ზუსტად გახსოვს. არა, უბრალოდ ჩემი საყვარელი ციფრია და ანუ ახ გადაითვალე და 9 გამოგივიდე. მითხარი. 9-ვე ჩამომითვალე. ოკეი, ბოს. აი არ მინდა. ანუ ამაზე ანუ მართლა ეგრე ხშირად? რა
ან ფანტაზია გაქვს ხოლმე, ანუ ხშირად გაქვს, ფანტაზია ხშირად გაქვს ხოლმე ზოგადად. გავიგე რომ კარგი გაქვს, მაგრამ ანუ ვინმეზე. რა. არ ვიტყვი. ანუ ფანტაზია რამდენად ხშირად გაქვს, რატო გაქვს, ვიზე გაქვს? ანუ ზოგადად მომწონს, ზოგადად. ზოგადად ანუ ფანტაზიაში მიდიხარ და ვიღაცას ნახავ და მიდიხარ თუ რა? არა, ეგრეც არა. ხო, არა. ხო, მაგრამ ვიღაცა შეგვდება? ხო. უბრალოდ გამვლელი. შეიძლება მაგაზე რომ საღამოს სახში დაბრუნდე და არა. უბრალოდ იმ დროს იმ მომენტში იფიქრო, სხვა რამე არ მეგულისხმობ. ოჩახ. იფიქრო. იფიქრო და რა? სად ვარ შენ? არა, ეს ეგრე მაშ ბევრი არა. მაგითო რამდენი? რა. მაინც არ ვიტყვი. არა, ზრუს. ცეკვასთან როგორ ხარ? ბაჩატას კარგად ცეკვავ. ანუ ცეკვავდი, როდესაც თუ უბრალოდ კი, ქართულს ცეკვავდი 7 წელი. ოკეი. ხო, იმიტომ რომ ესეთია. ჩემთვის ამნიშნულოვანია რომ ან ცეკვა უყვარდეს, ან ცეკვავდეს. რო არ ცეკვავდეს? ვასწავლე. მაგრამ უნდა უყვარდეს ახლა იმას არ ვასწავლე. ინდა გასწავლოს. მინდა. ასწავლი? მოდი ფეხი დაჭიმე, ან მუხლი დაჭიმე ესე. ოკეი, მუხლი ჩაწელი. იმითა ტუნებ. არა, ეს ბროუ. ქონია მუხლი. კაი, რვიანს რამდენად ხატავ, ეს არის კითხვა. რვიან რას ნიშნავს, რომ ანუ ეს ასეთ კარგად ხატავ. ეს და არ გვინდა. ოკეი. არ ვიცი, ალბათ ხატავ. ანაზღაურება ხო, წარმოიდგინე რომ ყოფილებს კითხოთ ხატავ თუ არა. ოკეი. წარმოიდგინეთ რომ რაღაც ოთხკუთხედში ზიხარ და ანუ კუთხეებს უნდა მიარტყა თეძო. ოკეი. და მუხლები ფეხები ოდნავ, ხო? ბატონო. და მოდი შენ ჯერ და მე ეს ფეხები გააჩერე? რაღაცა ნორმალური გაუშვიდი. აი. ოკეი, ეს გააჩერე. ისა უმურაშოა. ოკეი, ეს გააგზავნე. გავაგზავნე. გაიგზელე, მე გამოვისვრე და არა, კაი. არა, კაი, რუიანოს კარგად ხატავ. თეძოები გახსენია. თეძოები გაქვს. ზეი გახსნილია. ალაიკო. სკოლიოზი არა. კაი, მოდი ცოტა სალსას გასწავლე. ოკეი. კაი, მოდი ჯერ ეს ვქნათ. ხო, მარჯვენა ფეხი უკან. ერთი და მიდგმა, ყოჩახ. რა გვინდა? მარჯვენა ფეხი უკან. ერთი და მიდგმა, მარცხენა წინ ერთი და მიდგმა, ყოჩახ. გამოიწერე ჩემი არხი და ალაიქ ეს ვიდეო. გააზიარეთ, მეგობრებს აჩვენეთ და 7 და კაი. უფასო ცეკვის კურსები. ეხლა გვინდა იგივე ხო უკან არა გვერდზე. ოკეი. 1 და 2 3 ალაიქეთ. 4 5 და 6 7 და გამომიწერე. მოდი ერთხელ გვერდზე გავაკეთო და დედააზრი მეებს ვაკეთებ ნახე. დედააზრი არის. გამომიწერე. დახატო რუიანი. ოკეი. დახატო რუიანი. რა ვერ დახადე და სუიალი შეტავიღავლე. დიდი რა უნდა ეგია. 1 და 2 3 4 5 და მე ოკეი. ასეთებისთვის ხალხი ფულს იხდის. 1 და 2 3 და 4 5 და 6 7 და 8 ოკეი. შვენიერ, ანუ კარგი მომაცემებით არის წარმოადგენელი ჩვენ ნინა. ნამდვილად. ხო. მოგეწონას სწავლა-განათლება? კი, კარგი მასწავლებელია ნამდვილად. კარგი მასწავლებელია ნამდვილად. რამდენად მზად იქნებოდი შენ ურთიერთობაში იყო რო დავიმატოთ მესამე მაგალითად. არა, არა. კენტები მიყვარს თქვა ხო თქვა. ორი ლუცია. რუიანმა რა ქნა. ერთმა ლუცმა რა ქნა პროსტა. ოკეი. თვალები დავხუჭოთ. ერთი ხელი წინ გამოწიეთ და ცერა თითის მოძრაობით უნდა მანიშნოთ 3-ის თვალზე თქვენი პარტნიორი მოგეწონა თუ არა. ერთი ხელი გამოწიე ირაკლი. ძალიან ხო? არა, ეგ ორია. ერთი ხელი გამოწიე. უკვე? კი. 3-ის თვალზე. ცოტა ეკით შეგიძლია, ვაჟა? ოკეი. სანამ არ გეტყვით, თვალებს არ ვახელთ.
არავითარ შემთხვევაში. ოკეი. ცეცხლები. ხო. ანუ ცერათითი ქვემოთ ან ზემოთ. ეგ ვიცით. ცერა რომელია? ეგად. 1 2 3. თვალებს არ ვახელთ. 1 2 3. კაი, ჩამოწეთ ხელები. ბარემ. გადაცემაში ანუ მონაწილეობა როგორ მოგეწონა? ანუ ცეცხლები. ოკეი. შენ რა სიტყვი მინდა? დაგიგულობ მაგ ცეცხლს. კარგი იყო. კაი ხო დაგიგულება. სასიაოვნო იყო ნამდვილად აკბოცო. დიდი მადლობა ირაკლის, დიდი მადლობა ნინას, დიდი მადლობა -1 ბარს და თქვენ რა ვიცი გამომიწერეთ და უყურეთ ხოლმე დეითობანას, ვისაც მონაწილეობა გინდათ, მომწერეთ. თუ გინდათ ირაკლის მიწერეთ და ირაკლი მომწერს, რა ვიცი ნინას მიწერეთ და ნინა არ მომწერს და ასე შემდეგ.